ის რასაც დღეს ვხედავთ ტექნიკურ უნივერსიტეტში არის მთლიანად ფაქტიურად ახალი უნივერსიტეტი და ეს არის თვისობრივად განსხვავებული ყველაფერი იმისგან, რაც არსებობდა წინა წლების განმავლობაში. რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში ფუნდამენტური და ტექნიკური დარგების განვითარება? მიზეზი მარტივია, ჩვენ ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტებში მუშაობდნენ და იყვნენ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეცნიერები მუშაობდნენ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ინჟინრები აპროექტებდნენ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მშენებლები და კონსტრუქტორები ახორციელებდნენ ამ პროექტებს და ჩვენ არ დაგვჭირდეს უცხოეთიდან კვალიფიციური მუშახელის მოყვანა, არამედ პირიქით ყველაფერი გაკეთდეს ქართველების დასაქმებით და ამის მიღწევა წარმოუდგენელია ტექნიკური დარგის და ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების გარეშე. ამიტომ სწორედ ის ცვლილებები, რომელიც დღეს ამ უნივერსიტეტში ხდება, არის საფუძველი იმისა, რომ ქართული ტექნიკური ინჟინრული სკოლა, მეცნიერული სკოლა, რომელსაც გააჩნია ძალიან მდიდარი ტრადიცია, აგრძელებს არსებობას, აგრძელებს განვითარებას და უახლოესი წლების განმავლობაში ქვეყანას ეყოლება ყველა ის კვალიფიციური კადრი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად. იმასაც გეტყვით, რომ მე ფიზიკოსი ვარ და თავის დროზე, როდესაც მე აქ ვსწავლობდი, ასეთი პირობები რა ყოფილიყო, დღეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანას ერთი პოლიტიკოსით ნაკლები და ერთი ფიზიკოსით მეტი ეყოლებოდა.